მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. გუშინ როგორც გაუწყეთ ჩვენს გადაცემაში, შედგა 2 საათიანი სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის. მიღებული იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები ის რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე არ განხორციელდება თავდასხმები და რომ გარკვეულწილად ზომები იქნება მიღებული ასევე იმისათვის რომ ეს კონფლიქტი იქნას მშვიდობიანად დარეგულირებული, ამაზე იქნა საუბარი ხაზგასმა პუტინსა და ტრამპს შორის. ეხლა არავინ არ ელოდა რომ პირველივე კომუნიკაციით იქ რაღაცა რადიკალური და დიდი რაღაც ნაბიჯები გადაიდგმებოდა, იმიტომ რომ იმდენად დიდი პრობლემა არის, იმდენად არის ყველაფერი საკმაოდ სიღრმეებში წასული, რომ არ ვიცი ეს შეიძლება ითქვას, რომ ამ ომის ასე გაჩერება მარტივად არ იქნება. ჩვენ კარგად გვახსოვს დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მე რო პრეზიდენტი გავხდებიო, ამ ომს ერთ დღეში დავამთავრებ. სხვათა შორის ეს კითხვა დაუსვეს მას, რომ შეახსენეს და მან თქვა, რომ ესო გაკეთებული იყო იმისთვის კი არაო რეალობაში განხორციელება, მისწრაფება იყო ჩვენი, რომ მალე მორჩეს და მე იქ დაუსვეს კითხვა, რომ თუ რუსეთი არ დავთანხმდება, რას იზავთ და მან თქვა, რომ მე მჯერაო რომ დათანხმდება, იმიტომ რომ რუსეთის ლიდერთან მე კარგი ურთიერთობები მაქვს და ადრე კიდე იძახდა სხვა რამეს, რომ მეო თუ კი ვერ დავითანხმეო პუტინიო, ისეთ ზომებს მივიღებთო, რომ რუსეთიო ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჩვენ ხედავთ, რომ ტრამპის განცხადებები ესე იგი ძალიან იცვლის ფერს და სახეცვლილი არის ის რიტორიკაც, იმიტომ რომ როდესაც შენ აცხადებ და მე შემდგომში ამაზე არავინ არ გეკითხება იმას, რომ ეს რო განცხადება გააკეთე, რატო აკეთებდი ამ განცხადებასო და ამას მხოლოდ იმით ხსნი ყველაფერს, რომ თურმე ეს უბრალოდ იყო იმიტომ გაკეთებული ეს განცხადება, რომ მისწრაფება და სულისკვეთება იყო ჩვენი ომის დასრულების. აქ უკვე გაკოტრება ხდება თვითონ ტრამპის პოლიტიკური, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ესე მარტივად რომ ვერ დამთავრდება, ეს ძალიან კარგად არის და თვალნათლივ ჩანს. ამიტომ ხშირად პოლიტიკოსები პოპულიზმს როდესაც იყენებენ, ეს პოპულიზმი მე გადადის იმედგაცრუებაში, იმიტომ რომ როდესაც შენ ძირითადი რაც გაქვს იმას ვერ ასრულებ, მე შემდგომში აღარავინ აღარ გენდობა ამომრჩეველი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძალიან ხმაურიანი იყო ასევე ტრამპის წინასაარჩევნო აგიტაცია, როდესაც ის პირველად გახდა პრეზიდენტი, ძალიან ისეთი შთამბეჭდავი იყო მისი საარჩევნო პროგრამაც, მაგრამ ფაქტობრივად შიდა კიკლაობას მოანდობა მთელი ეს საარჩევნო პერიოდი, მაგრამ რაღაცა ღირებული ვერ გააკეთა. ეხლაც აპირებს ირანის დაჩოქებას, აპირებს ჩინეთთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული მექანიზმების ამუშავებას, აპირებს რომ იქ ხუსიტებს იერიშების შედეგად იქ მოიპოვოს გარკვეული უპირატესობა, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ რეალობა სხვა არის მსოფლიოში. ჩვენ უკვე ხედავთ, რომ თითქმის ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ამერიკის მდგომარეობა ძალიან გავს, პერესტროიკა რო იყო საბჭოთა კავშირის დროს და გორბაჩოვი რომ მოვიდა ხელისუფლებაში და მან დაიწყო გარდაქმნა, რომელსაც პერესტროიკა, ამას გავს. როგორც მაშინ გორბაჩოვს დახვდა გამოხორული საბჭოთა კავშირი, დასუსტებული, დღესაც ანალოგიურად ტრამპს დარჩა და დახვდა გამოხრული ამერიკა ბაიდენის მიერ. ტრილიონობით დოლარი ვალი, ჩინეთის უპირატესობა, ეს საზოგადოება, რომელიც არის თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორი რადიკალურად განწყობილი სხვადასხვა პროცესების მიმართ,
აი ამ ფონზე ძალიან ძნელია შენ წარმატებას მიაღწიო და ამიტომაც იყო რომ ეხა გორბაჩოვი პრინციპში ისედაც აგენტი იყო ცერეუსი და ამერიკელების და თან კიდე რომც არ ყოფილიყო ვერაფერს ვერ იზამდა ისეც თუ კი არ იქნებოდა რადიკალურად მაშინ აი ისეთი პოზიციის მატარებელი რომ რაღაცა აი ძირეულად შეეცვალა და ჩვენ დავინახეთ რომ აი სხვაობა და უпростоრეთ აი განსხვავება ძალიან ცოტა არის და ძალიან გავს ის პერიოდები ერთმანეთს გორბაჩოვის, პერესტროიკის და ტრამპიზმის პერიოდი. დღეს ჩამოყალიბდა აი ხშირად ექსპერტები ლაპარაკობენ ტრამპიზმის იდეოლოგია. და მაშინაც იყო ეს გორბაჩოვის დროს პერესტროიკა და აი როგორ მივიდა მე საბჭოთა კავშირი აი პერესტროიკით სად მივიდა როგორ მივიდა დავინახეთ რომ დაიჩარა და ჩამოიშალა. და ბევრი ფიქრობს რომ ამერიკასაც იგივე ბედი ელის მაგრამ დღეს მაინც ასე თუ ისე არის გარკვეული მოლოდინები ჯერ იქამდე არ მისულა ამერიკა რომ აი ზუსტად ჩამოშლის პერიოდი დაწყებულიყო მისი და იმ დოზით განვითარებულიყო პროცესები მისი როგორიც საბჭოთა კავშირის დროს მოხდა ფაქტი არის უდაო რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ახლებურად შტაბერა სიო მსოფლიოს, იმიტომ რომ მე ვხედავ იმას, რომ ამ ომის მერე რუსეთი უფრო გაძლიერებული სხვა ტერიტორიებზე დაადებს თავს, იმიტომ რომ ფაქტია ბალტიისპირა ქვეყნები, იმიტომ არიან ესე ყველაზე დიდად აი ამ უკრაინის კონფლიქტში ჩართულები და ისინი ცდილობენ როგორმე რაღაცნაირად ამ ომში ზელენსკის მხარდაჭერით ასევე თავიანთი უსაფრთხოებას დაიცვა რომ სამიზნეს შემდგომში ისინი არიან ისევე როგორც პოლონელები და სხვა ის ქვეყნები რომლებიც ესაზღვრება უკრაინას იმიტომ რომ ეს მანქანა დაქოქილია და ეს ესე ვერ გაჩერდება დღეს ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენს სტუმართან მიმარცხენე ალიანსის ლიდერი ბატონი სოსო შატბერაშვილი ჩვენი სტუმარი მოგესალმებით ბატონო სოსო მოგესალმებით მივესალმებით ძვირფას ტელემაყურებელს მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის ბატონო სოსო ჩვენ პრინციპში გვაქვს უკვე ის რომ კომუნიკაცია ტრამპის და პუტინის აი შედგა დიდი ხა გარდამტეხი რაღაც არ მომხდარა მაგრამ რაღაც პატარა შედეგები დაიდო როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ის, რომ თქვენი პოზიცია გვაინტერესებს, რომ უახლოეს პერიოდში რაღაცა აი ცვლილებები ვიხილოთ ჩვენ ფრონტის ხაზზე და რაღაც დასასრულისკენ მაინც წავიდეს ომი? მე მაინც ვფიქრობ, რომ გარდამტეხი მომენტია ის, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთთან სატელეფონო ლაპარაკით იწყებენ და შემდეგ, რა თქმა უნდა, ისინი შეხვდებიან კიდევაც ერთმანეთს და ეს ომი ნელ-ნელა უნდა წავიდეს დასასრულისაკენ. სხვა ვარიანტი აქ არ არსებობს, იმიტომ რომ უკრაინა მარცხდება, ხა ნურავის ნუ გონია რომ უკრაინა მარცხდება, რო ვამბობ, მე ეს მიხარია, მე არ მიხარია. ვამბობ ფაქტს, უკრაინა მარცხდება, კურსკში ალყა შემორტყმულია უკრაინული არმია, პუტინი ითხოვს იარაღის დაყრას და მათთვის ანუ ტყვეებისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ეს არის სრული კრახი და არც იყო სხვანაირად მოსალოდნელი, როდესაც შენ სარდლად, თავარ სარდლად ყავს კლოუნი, თან ბოროტი კლოუნი, რომელსაც სისხლის წყურია უკრაინელი ხალხის, სისხლის წყურია მართლმადიდებლების, რადგანაც ბრძოლა უკრაინაში მიმდინარეობს სწორედ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. აბა ნახეთ, კათოლიკურ ეკლესიას თუ ებრძვის ვინმე, ბაპტისტურ ეკლესიას თუ ებრძვის ვინმე, ან მუსლიმებს თუ ებრძვის ვინმე, არა, მაინც და მაინც კათოლიკური მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა და ნახეთ რა ხდება, მთელი ეს დახმარება რომელიც შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან მიედინებოდა უკრაინისკენ თვითონ ზელენსკი აცხადებს რომ გამქრალია სადღაცო და რაც უკრაინაში შევიდა ის კიდე როგორ არის გამქრალი და როგორ არის შეჭმული და რა რაოდენობის იარაღია უკრაინიდან გასული კონტრაბანდისტულად
აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში. ეს კიდე ცალკე, ანუ ზელენსკიმ და მისმა ხროვამ მილიარდები იშოვეს და ნახეთ რა მოინდომეს უკრაინელ დედებს აცვიათო შავებიო და თქვენმა დედებმაც შავები უნდა ჩაიცვანო, ჩვენ გვეუბნებიან, გაიწვია ელჩი საქართველოსდან და გამოაძევა ელჩი უკრაინიდან, საქართველოს ელჩი. ესე იგი, ეს ადამიანი იმის მაგივრად, რომ მილიონი უკრაინელია უკვე დაუპული და უამრავი დასახიჩრებული, ამაზე დარდობდეს და იმაზე დარდობდეს ომი როგორ დაამთავროს და ტერიტორიების ნაწილი მაინც როგორ შეინარჩუნოს, ნახეთ, იცლის საქართველოსთვის და მთელი მისი პოლიტიკა მიმართულია საქართველოს საწინააღმდეგოდ, ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის ლანძღვაგინებისაკენ. აღარაფერს ვამბობ, კლოუნი როცა იყო, როგორ ლანძღავდა ჩვენ დროშას, როგორ ლანძღავდა ჩვენ დაღუპულ მეომრებს, როგორ აქილიკებდა იმ ომს 2008 წელს, რომელიც სააკაშვილმა ავანტიურისტულად დაიწყო. აი ესეთი მძიმე მდგომარეობა და აქ მხარს უბავს კიდე ბალტიისპირეთის ქვეყნები, განსაკუთრებით კაია კალასი, რომელიც ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო და აი ტანდემში თუ აი ამ ამბავში არიან ერთად საქართველოს წინააღმდეგ მომართულნი. საერთოდ უკრაინის ომის დასრულებას მეც ველოდები, ქართული ხალხიც ელოდება, ევროპელებიც ყველანი ველოდებით, იმიტომ რომ თვითონ ხალხი ცოდოა. ხა მე სრულიად განსხვავებულად უყურებ ზელენსკის, მის ხროვას და განსხვავებულად უყურებ უკრაინელ ხალხს, რომელიც მე მიყვარს. უკრაინელი ხალხი კარგი გულღია ადამიანები არიან, მაგრამ ჩართული არიან ამ ძმათან მკვლელ ომში. არა ერთხელ არის ნათქვამი და განმარტებული, რა განსხვავებაა უკრაინელსა და რუსს შორის. პრაქტიკულად არანაირი განსხვავება არის, ენაც ისეთია, რომ ერთ ენაზე რო დაილაპარაკებ, მეორეს ესმის და პირიქით, ასე შემდეგ. ამიტომ ამ ორ ერთს შორის არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაწყებულიყო ომი და ამის აცილება თავიდან შეიძლებოდა. მაგრამ ნახეთ რა მოხდა. აცილება კი არა, ყველაზე აგრესიულ უკანასკნელ უკრაინელამდე ვიომეფო. ნუ როდესღაც ხო უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. მე მაინც მიმაჩნია ახლა ბატონმა ნიკოლოზმა კითხვა, რომ დიდი გარდამტეხი არ მომხდარაო, არაფერიო, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ კომუნიკაცია, რომელიც დაიწყო, ეს არის სერიოზული ამბავი და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ეს კომუნიკაცია მიგვიყვანს მშვიდობამდე და მშვიდობა უნდა დამყარდეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი ხანგრძლივი ომი არ ყოფილა ევროპის კონტინენტზე. და ძალიან დამაიმედებელია ის ამბავი, რომ კომუნიკაცია მიდის პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სულ 2 დღის წინ გადაწყდა ჩვენ სამეზობლოში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და სომხეთი დათანხმდა აზერბაიჯანის კატეგორიულ მოთხოვნას, რომელსაც აქამდე არ თანხმდებოდა, კონსტიტუციიდან ამოეღოთ სომხეთის კონსტიტუციიდან, რომ ყარაბაღი არის სომხეთის ტერიტორია. აი ხა უკრაინის საკითხზე, როდესაც საუბრობთ ჩვენ და ვჟელობთ, რომ რა პერსპექტივები აქვს ზელენსკის, მას შემდეგ რაც უკვე ტრამპსა და ზელენსკის შორის შავმა კატამ გაირბინა და ზელენსკიმ ძალიან ისე ცუდად მოიქცა და ფაქტობრივად მან დაიმსახურა თავში უკრაინაშიც კრიტიკა, იმიტომ რომ როდესაც ქვეყანა გაძლევს იარაღს, დახმარებას და იმ ქვეყანას უპირისპირდები პრეტენზიებით, იქ ცოტა არ იყოს მერე პერსპექტივებზე საუბარი, ცოტა არ იყოს დაგვიანებულიც არის და ვფიქრობ არასწორიც არის. და ევროკავშირის ქვეყნებმა ეხა მაგალითად გუშინ წინ ვერ მიაღწიეს აი უკრაინის მდგომარეობა რომ ძიმე არის, აი ესეც მოწმობს ეს მაგალითი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას 40 მილიარდის გამოყოფაზე ვერ მიქნა შეთანხმება მიღწეული. ეს არის ნათელი დასტური, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ დაეხმარება უკრაინას, თავად თვითონ ევროკავშირშიც კი ამაზე არის საკმაოდ დიდი
უთანხმოებები და ამას მოწმობს ესეც. 40 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კაია კალასის ცნობით არსებობს ბევრი დეტალი, რომელიც დამუშავებას საჭიროებს. აი ხა, მეგობრებო, აი ეს ის ხალხია, რომლებიც ზელენსკის აგულიანებს, ტრამპს აკრიტიკებს და თვითონ არ უნდა რომ ფული გადაიხადოს. ანუ ხვის ხარჯზე უნდათ რომ იომოს უკრაინამ. ესე იგი ფულის მიმცემები არ არიან, აგერ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ფულზე და თან ტრამპს ეუბნებიან რომ მიდი შენ მიეცი ფული, ჩვენ არ მივცემთ. თან აქ არის იმაზეც ასევე ხაზგასმა რომ მათ არ აინტერესებთ ეს უკრაინის ბედი, იმიტომ რომ უკრაინას არც ევროკავშირში იღებენ, არც ნატოში, პირიქით ფულის გადახდაზე კიდე როდესაც არის საუბარი, რაც დაეხმარენ, ჩვენო გავყინა აქ გაყინულა ამ ფულსო, ფული რომელიც არის ეს გაყინული რუსული აქტივები, ამასო დავიტოვებთო, იმიტომ რომ თქვენ რო დაგეხმარეთო, მერეო ესო ჩვენო მივიღოთო. აი ეს არის მეგობრებო რეალურად უკრაინის მდგომარეობა, დღევანდელი მდგომარეობა, რომ უკრაინას არც ევროკავშირი რეალურად დიდად აღარ სწავლობს, არც ტრამპი აღარ სწავლობს და აქ ამ ფონზე იქ მართლაც კატასტროფული ვითარება არის. დღესდღეობით უკრაინის შანსები რაღაცა ეს ომის გააგრძელოს ძალიან ბუნდოვნათა ჩანს, მე მგონი ბატონო სოსო და ამაზე თვითონ ის ციფრები და ის მტკიცებულებებიც მოწმობს, რომ ეხლა თუ ჰაიმერსები არ მიაწოდეს, თუ ტანკები არ მიაწოდეს, თუ თვითმფრინავები არ მიაწოდეს, ეხლა ვერ გავიგე ზელენსკი. ხო, ზელენსკი თავისი აი ამ რაღაც ფიზიონომიით, რომელიც არის მასხარა, ის მარტო ვერაფერს ვერ იზამს, ხო? იარაღთან ერთად მე მინდა ჩვენს ძვირფას მაყურებელს შევახსენო, როდესაც ნაპოლეონს კითხეს იმპერატორო რა არის საჭირო ომის მოგებისთვისო? ომის მოგებისთვის სამი რამ არის საჭირო. პირველი ეს არის ფული, მეორე ეს არის ფული და მესამე ეს არის ფული. და ნახეთ, შეერთებულმა შტატებმა შეუწყვიტეს ფულადი დახმარება უკრაინას და ეხლა ევროპა აპირებდა კიდე აი სულ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ 40 მილიარდის გამოყოფას და ვერ გამოყვეს ესო. იმიტომ კი არა რომ არ უნდათ, ვერ გამოყვეს, ვერ მოიპოვეს კი არა. ნუ ვერ მოძებნეს ეს ფული, იმიტომ რომ ეს ფული რომ გამოყო, ამისათვის სოციალური საკითხები უნდა შეაჩერო, სოციალური პროგრამები უნდა შეაჩერო და სოციალური პროგრამების შეჩერება ისედაც მძიმე მდგომარეობაა გერმანიაში, საფრანგეთში, ისედაც უმძიმესი მდგომარეობაა სკანდინავიის ქვეყნებში, საბერძნეთზე და იტალიაზე აღარ ვლაპარაკობ, იქ საერთოდ ფინანსური კრიზისია და ეხლა ამ დროს 40 მილიარდი გამოყო და მისცე უკრაინას, ეს არის უაზრობა. სამაგეროთ ნახეთ, რუსეთი რა ხდება, რუსეთი აძლიერებს და აძლიერებს იარაღის წარმოებას, იკავებს და იკავებს ერთმანეთის მიყოლებით ტერიტორიებს და რაც თავარია, კურსკიდანაც ლოკალიზაციაში ალყაში მოაქცია უკრაინული არმია და ტრამპი ეხვეწება პუტინს, რომ არ დახოცო ეს ადამიანებიო. ამაზე მძიმე მდგომარეობა, აი რაც ეხლა არსებობს უკრაინაში, შეიძლება არსებობდეს და ამ ქვეყნის პრეზიდენტი ნაცვლად იმისა, რომ ამბობდეს, რომ როგორმე იქნებ პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ რაღაცაში და იქნებ 30 დღიანი მშვიდობა მაინც დამყარდეს, კიდე დიდგულზეა ერთ ამბავშია და მოკლედ პუტინს აცხადებს მატყუარად. ტყუისო, კურსკშიო. ეხა აქ ბატონოსოს ზელენსკი არის განწირული, იმიტომ რომ ომის დასრულების შემთხვევაში მას პასუხს მოთხოვენ, იმიტომ რომ ამ დაკარგული ტერიტორიების გამო, იმის გამო რომ ვერც ნატოში შევიდა, ვერც წარმატებას მიაღწია, ვერც ევროკავშირში. აბა რისთვის გვაუმეთ, ხო? კორუფციის გამო კიდე. ხო, არაცა მოსკოვი მინსკის შეთანხმების შედეგად თავაზობდა იმას, რომ ფართო ავტონომია ქონოდა
აი ამ დონბასს და ლუგანსკს და ტერიტორიულ მთლიანობა შენარჩუნდებოდა ყირიმის გარეშე. ყირიმიც კი. არა, ყირიმის გარეშე მე ვამბობ. ყირიმი იქნებოდა რუსები, მაგრამ ყირიმზეც ყირიმის აღიარებას არ თხოვდა რუსეთი. ანუ ყირიმი დე იურე იქნებოდა რა თქმა უნდა უკრაინის შემადგენლობაში დე ფაქტო ვერ იქნებოდა. მაგრამ აქ არის ჩვენ ახლა მოდი ჩვენ პრიზმაში განვიხილოთ ეს ყველაფერი. ომი რო დასრულდება მეგობრებო უკრაინის კონფლიქტის შემდგომ რუსეთი მოიცლის იმ ქვეყნებისთვის რომლებიც ამ ომის სრულობისას ან ურჩობა გამოიჩინეს ან ისეთი პოზიცია დაიკავეს რომ არც იქით იყვნენ არც აქით ან უკრაინის მხარდაჭერა გამოაცხადეს ან რუსეთს დაარტყეს ბევრი რამისთვის მოიცლის რუსეთი მე მგონია რომ თურქეთისთვისაც მოიცლის თურქეთის პარტნიორებისთვისაც მოიცლის აი რაც ხა თურქეთმა გააკეთა ამ ომის პერიოდში ადგა ჯერ ყარაბახის კონფლიქტი დაიწყო და მან მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს და რუსეთი გამოძევებული იქნა ყარაბახიდან მერე სირიაში რუსეთი იქნა გამოძევებული და სირია არის პროთურქული ძალების მიერ აღებული შემდგომში ჩვენ ვნახეთ რომ აფხაზეთში ცდილობდა რუსეთი თურქეთი რომ თავისი კანდიდატურა გაიყვანა იმ არძიმბას მეშვეობით მაგრამ ნუ ვერ მოახერხა ის თორე აქაც უნდა ამის გაკეთება პლუს ეხმარება იქ თან ორმაგ თამაშს თამაშობს ვითომ თან პუტინსაც ხდება თან კიდე ეხმარება დრონებით და სხვადასხვა იარაღით ჩვენ ხედავთ ზელენსკის და ამის გამო მათ პასუხი მოეთხოვებათ და ჩვენ შეიძლება პასუხი მოგვეთხოვოს რისთვის თუ ჩვენ არ დავიწყეთ დიალოგი რუსეთთან ჩვენ თუ არ გადავდგით ნაბიჯები რუსეთს გასაგებია რომ ეს მეორე ფრონტი არ გავხსნით მაგრამ ეს ერთი კი ბატონო მაგრამ იმის იქით უკვე რაღაცები უნდა გავაკეთოთ ახლა რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ეხლა არ გავხსენით მეორე ფრონტი არ გავხსენით აი გავიგეთ ეს რომ კი ბატონო და გვიფასებენ ამას მაგრამ ეხლა გთხოვენ იმას რომ ვიყოთ მათთან კომუნიკაციაში იგივე 3+3 ფორმატში იგივე მაგალითად სხვა მიმართულებითაც არის აქ საინტერესო ევრაზიულ კავშირში ნურკინიგზის გახსნას თხოვულობა არა ევრაზიულ კავშირში ევრაზიულ კავშირში კი ბატონო ხო და ჩვენ ეხლა თუ დავიწყეთ აი შევარდნაძეს უყვარდა ეს ლავირების პოლიტიკა. ლავირება შეუძლია განახორციელოს დიდმა ქვეყანამ. მაგრამ პატარა ქვეყანას არ აქვს იმის რესურსი, რომ შენ იქითაც იყო, აქითაც, იმიტომ რომ ესე შენ არ გამოგივა, იმიტომ რომ ან ერთი უნდა ერჩიო, ან მეორე, იმიტომ რომ აქ ეხა თუ ნეიტრალიტეტზე ვსაუბრობ, ნეიტრალიტეტი იმ შემთხვევაში გამოვა თუ ყველა შეთანხმდა. მარტო ჩვენ რომ დავირქვათ თავი ნეიტრალური ვარ თუ ეგრე არ გამოვა, იმიტომ რომ შენ ნეიტრალიტეტი სხვა უნდა ცნოს და სხვა უნდა აღიაროს. და ჩვენ მოგთხოვენ პასუხს მალე იმაზე, რომ შემდგომი ნაბიჯები იქნას გადადგმული და მე მგონი აი ეს მოთხოვნა ძალიან მალე რეალური გახდება და თვალჩისაცემი. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ბატონო ნიკოლოზ და ძვირფასო მაყურებლებო, ნეიტრალური ქვეყნები, რომლებიც არსებობენ ქვეყანაში, მსოფლიოში, ყველანი აღიარებული არიან მეზობლების მიერ. ანუ ჩვენ საქართველოში 1918-21 წლებში გამოცხადებული ჰქონდა ნეიტრალიტეტი, მაგრამ იყო ნეიტრალური საქართველო არ იყო. ნეიტრალიტეტი ცხადდება ერთადერთ შემთხვევაში, თვითონ ქვეყანამ უნდა გამოაცხადოს, ოღონდ უნდა მოილაპარაკოს მეზობლებთან, რომ ხართ თუ არა თანახმა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ნეიტრალიტეტი. აი, როდესაც შვედეთმა გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, ბოლოს შევიდა ნატოში, როდესაც ავსტრიამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, ამ დროს შეთანხმდა მთელი მსოფლიო, შვეიცარიამ კიდევ უფრო ადრე, შეთანხმდა მეზობელი ქვეყნები, რომ უნდა ყოფილიყო ესა თუ ის ქვეყანა ნეიტრალიტეტი. სხვათა შორის ამაზე შეკითხვა დაუსვეს სერგეი ლავროვს, როდესაც თბილისში ბრძანდებოდა, კონსტანტინე გამსახურდიამ დაუსვა შეკითხვა. შეგვიძლია თუ არა ჩვენ ვიყოთ ნეიტრალური. კი, შეგიძლიათო, ლავროვმა განაცხადა, ოღონდ ამაზე უნდა განაცხადოს თქვენმა მთავრობამ პირველ რიგში სურვილი და შემდეგ მეზობლები უნდა შეთანხმდნო. აი ესე ხდება ნეიტრალიტეტი. მაგას ვიზარდი ზუსტად რომ შეთანხმება უნდა მოხდეს, შენ ვერ დაირქმე თავს ნეიტრალურად, თუ კი მსოფლიო არ შეთანხმდა ამას, დიდი მოთამაშეები უნდა შეთანხმდნენ და
ჩვენ მე მგონი რომ ეხლა ნეიტრალიტეტი ეს სხვა საკითხია, მაგრამ რუსეთთან დიალოგს ცოტა ვაგვიანებთ უკვე, იმიტომ რომ მაგას სუაცხადებთ ხო ეხლა რა და ჩვენი პარტია ეხლა აიცით არის პარლამენტში რამდენიმე ესეთი შექმნილი ხელოვნურად დეპუტაცია და რაღაცა პარტიების რაღაც კრებული. ხო და ვიღაცა მაინც გაუშვი აქ შენ თუ არ წახვალ, აი მაგალითად ხალხის ძალა რო შეიქმნა, ხო? მე პირადად მეგონა რომ ხალხის ძალა რუსეთთან დაკავშირებით რაღაც მიმართულებით დაიწყებდა მუშაობას, მაგრამ ხალხის ძალა მხოლოდ შემოიფარგლა ამერიკელების კრიტიკით. ნუ ესეც არა უშავდა ეხა პრინციპში, იმიტომ რომ მაგრამ ხელისუფლებამ გაასწრო მე ხალხის კრიტიკაში გაასწრო კი? კი ბატონო, ანუ შენ თუ იბას ქმნი საკრიტიკოთ, შენ რასაც აკეთებ, იმაზე უკეთესად მე ვაკეთებ. ანუ ამერიკელების კრიტიკა თავად ოცნების მიერ იქნა ფრთაშესხმული. ხო და მე მეგონა რომ ესენი რაღაცა რუსეთის მიმართულებით გადადგამდნენ ნაბიჯებს. თქვენ იცით რატო გეგონათ ბატონო ნიკოლოზ? წინა საარჩევნო დაპირება იყო რომ ჩვენ მოვაგვარებთ ურთიერთობას რუსეთთან. 2011-12 წლებში ბევრმა ადამიანმა ხმა მაგიტომ მისცა ქართულ ოცნებას. არა, სხვა რაღაცის გამოც მისცეს ახლა იმისათვის რომ სააკაშვილი მოცილდებოდა და მისი პარტია და მისი ხროვა ხელისუფლებას, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი იყო ის რომ დაპირება იყო ასეთი. მე მოვაგვარებ ურთიერთობას რუსეთთან, მაგრამ მე ამ მოგვარებას ვერ ვხედავ. აგერ უკვე მე მესამე წრეზე წავიდა ხელისუფლება და რუსეთთან არანაირ მოგვარების გავსაც ვერ ვხედავ. ის რომ ფრენები აღდგა და ის რომ ეკონომიკური ბლოკადა არ გამოცხადდა, ეს გასაგებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მაგას. ჩვენ გვაქვს ტერიტორიები დასაბრუნებელი. აი ხა თან რა იცით ბატონო სოსო, თქვენ გახსოვთ ალბათ რომ ყველა ინიციატივები რომლებიც რუსეთის მიმართულებით ქართულმა პოლიტიკოსებმა პარტიებმა თქვენს გახსოვთ ალბათ იყო რაღაც პარტიები, იყო პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ბურჯანაძეზე მაგ საუბარი, რომლებიც ამ მიმართულებით მოძრაობდნენ, ხო? მაგრამ მე შემდგომში ამათმაც ვერ მიიყვანეს ის საქმე ბოლომდე. ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ხო და ეხლა არის ხალხი, რომლებიც მოსკოვში არიან დაკავებული იმით, რომ სწორედ ამ მიმართულებით იმოძრაონ. ეხლა მე გუშინ წინ იყო ესეთი სიუჟეტი TV პირველზე, სხვათა შორის შაბათს ეს აი ამ ნოდარ მელაძის შოუში, მორიგი თავდასხმა განხორციელდა ოთარ ფარცხალაძეს. აი მოვისმინოთ ფრაგმენტი აი ამ სიუჟეტიდან. ოთარ ფარცხალაძეს რუსეთში ოფიციალური სტატუსი მისცეს რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობის გამო. ამერიკის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე ახლა მხოლოდ ბიზნესმენი აღარ არის. ის კომუნისტური კავშირის წევრი გახდა და დააფუძნა რუსი ქართველების მოძრაობა. ფარცხალაძეებთან მივდივართ. არ შეიძლება. ვინ გადაწყვეტა? ასია ჩვენ. თქვენ ფარცხალაძის დაცვა ხართ თუ უბრალოდ აქ უბანში? მე არავის უფლება არ მაქვს შეყვანის გაშვების. კარგი, თქვენ ნუ შემიყვანთ, წამოდი კაცო, ერთი წამი. ხო შეიძლება გიხსნით ადამიანურად, რომ კერძო საკუთრებაა, ხო? მეც გიხსნით, რომ ჟურნალისტი ვარ და კითხვები გვაქვს ფარცხალაძეებთან. ხელი არ მომკიდათ? არ შეიძლება, არა. ეს რას ნიშნავს? რა გაყვირებს პირველ რიგში მითხარი? ნორმალურად გესაუბრებით, ხო? გვაქვს კითხვები. ბატონო ოთარ ფარცხალაძესთან სახლში ბრძანდება? არაფერი არ ვიცი. თუ არ იცით გაარკვიეთ? რა უნდა გავარკვიო? ან მაშინ გამატარეთ და მე გავარკვევ. ვერ გაგატარე. საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული ოთარ ფარცხალაძე დროის დიდ ნაწილს წყნეთში, ამ რეზიდენციაში ატარებს. იმის მიუხედავად, რომ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ფარცხალაძე რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში ამხილეს და სკანდალის ფონზე ქართულ ოცნებას მისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევა მოუწია, არასდროს ჰქონია ქვეყანაში შემოსვლის პრობლემა. აქ ფარცხალაძესთან შესახვედრად მივდივართ მას შემდეგ, რაც საქმიანი რუსეთის პორტალზე აღმოვაჩინეთ, რომ ოთარ ფარცხალაძემ რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საკუთარ თავზე აიღო. არ მაქვს უფლება, მე თვითონ არ მაქვს, რომ ამის იქით გავატარო სხვა. რო არ ვიცით ის. ან ქვეითად მოსიარულეებსაც ესე ფეხით წინ უდგებით ხოლმე, რა იკითხე პირადობებს ართმევთ, ვისთან მიდიან? საზღვარი გაქვთ გაკეთებული? არანაირ ინფორმაციას ამიტყვი ავწევთ.
ეხლა მთელი ეს ტერორი, რომელიც ხორციელდება სახში მივარდნები და დაცვის გამოკითხვა, ვითომ ეხა არ იცის ამ ტევე პირველმა რომ დაცვა ვერაფერს ვერ ეტყვის ისეც რომ რაც მან დაინტერესებს, ეს ემსახურება მისნათ რომ ესე იგი ამ ყველაფერს იმ მოძრაობას, რომელსაც ახორციელებს ბატონი ოთარი და ამბობს კიდევაც რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგდეს, რომ რეალურად ამისთვის ყველანაირად უნდა ყველაფერი ზომა ვიხმაროთ, ეხლა ამ კაცის ურტყამენ ამის გამო. საერთოდ მე თუ მკითხავ პირიქით ბატონ ოთარს მხარდაჭერა უნდა ქონდეს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ის აკეთებს საქვეყნო საქმეს. ზოგს რო არ შეუძლია და ვერ ახერხებს, აი ამ კაცს აქვს დელეგირებული ის ფუნქციები, რომ აი ეს ყველაფერი განახორციელოს. რა უნდათ ეხლა აი ამ კაცისგან რას ერჩიან? რომ აი რუსეთთან ურთიერთობა, აბა რა ვქნათ, უნდა რუსებს ვეომოთ, რუსეთთან უნდა ქონდეს კონფრონტაცია, როგორც სააკაშვილს ქონდა და დავკარგოთ ამის გამო ტერიტორიები. მაინტერესებს, აი რა უნდა გავაკეთოთ ერთი სხვა. თუ არა ამ ურთიერთობების დალაგება. ყველა ვინც რუსეთ-ქართულ ურთიერთობებში გადადგამს ნაბის იმოქმედებს, ჩვენ მე მგონი მხარი უნდა დავუჭიროთ ბატონო სოსო, იმიტომ რომ ეს არის საქვეყნო საქმე, ეს ჭირდება დღეს ქვეყანას. იმიტომ რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენით აშენდება ახალი საწარმო ფაბრიკები, გაიხსნება გზები იმისთვის, რომ ჩვენი ქართული პროდუქცია გავიდეს რუსულ ბაზარზე. წინ გადაიდგება ნაბიჯი ტერიტორიული მთლიანობისაკენ. აი ეს არის ამათი რო აღიზიარებ, საქართველოს მტერი უნდა იყო, რომ ეს არ გაგიხარდეს. და მტრები არიან ესენი, მტრები. თქვენ აბა თქვენ მარტო შეგიძლიათ გამოხვიდეთ აგინოთ ლანძღოთ რუსეთი და მე ამის გამო რომ ჩვენ ვიჟებით და რაღაც ტერიტორიებს კარგავთ, ეს მე ითვლება იმათ რომ აი ჩვენ რა გმირულად ვიმბრძოლეთ. აი ეს არის ამათი პოლიტიკა და მე ვფიქრობ რომ აი ეს გამოხტომები რომელიც არის იგივე ოთარ ფარცხალაძის მიმართ, იგივე სხვების მიმართ, ვინც რაღაცას აკეთებს, უნდა აღიკვეთოს. იმიტომ რომ არ შეიძლება ყველა დღეს ადამიანი პოლიტიკოსი სწორედ ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს, მე მგონი, რუსულ-ქართულ ურთიერთობების თემაზე. მე ვფიქრობ, რომ სოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ რუსულ ბაზარზე შევიდეს, ან თუ შესულია, რუსული ბაზარი არ დატოვოს და ავიღოთ ახლა რუსეთისადმი ვითომც და ყველაზე მტრულად განწყობილი ქვეყნები. ესენი არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები. ხედავთ, რომ მათ აქვთ პირველი ადგილი უკავიათ, ლიეტუვას უკავია პირველი ადგილი ღვინით ვაჭრობაში, ესტონეთს უკავია პირველი ადგილი ყავით ვაჭრობაში. არც ყავას აწარმოებს ესტონეთი, არც ღვინოს აწარმოებს ლიეტუვა. და ვისკით ვაჭრობაში კიდე თურმე ლატვია ლიდერობს. ანუ ხედავთ, თან ლანძღავენ რუსეთს, ვითომც და ლანძღავენ და თან ვაჭრობენ და მათი ხელმძღვანელები დიდ ფულს აკეთებდნენ რუსეთში ვაჭრობის შედეგად. თვითონ ურსულა ფონ დერ ლაიენის მეუღლეც კი, მისი ქმარიც კი თურმე რუსეთთან არის ბიზნეს ურთიერთობაში და როდესაც კითხეს თქვენი მეუღლეო რას აკეთებს რუსეთში, მე არ ვიცი ჩემი ქმარი რას აკეთებსო. ნუ ეხლა შენი ოჯახის წევრი რო არ იცი რას აკეთებს, რა უნდა მოაგვარო შენ ევროკავშირში. შენი ოჯახის წევრი თუ არ იცი რას აკეთებს და ჩვენ ვერ გავიგე, გასაგებია რომ ქონდა ძალიან მტრული ურთიერთობა 80-იანი წლებიდან დაწყებული. მოხდა შემდეგ ერთი ომი, მოხდა მეორე ომი. 2008 წელს საერთოდ აღიარა ჩვენი ტერიტორიები. ნუ როდემდე უნდა ვიყოთ ესე? ხო უნდა დავიწყოთ მოგვარება ამ პროცესის, არა? ეს სულაც არ ნიშნავს ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენ რუსეთს მიუერთდეთ უნდა და ჩვენ დამოუკიდებლობაზე ან რაღაც სუვერენიტეტზე უარი უნდა ვთქვათ. მაგრამ საკითხის მოგვარება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს საქმე გადაწყდეს ისე, რომ ჩვენ მტრები აღარ ვიყოთ, უნდა დაიწყოს. ამაზე მუშაობა უნდა დაიწყოს. ნახეთ, როგორი მტრები რიგდებიან. მე წეღან მაგით დავიწყე. მტრები, საუკუნოვანი მტრები, აზერბაიჯანი და სომხეთი შერიგებისკენ დგამენ ნაბიჯს და მალე ხელი მოეწერება დიდ შეთანხმებას სამშვიდობოს. ზანგეზურზე უარს ამბობს აზერბაიჯანი, ყარაბაღზე უარი თქვა უკვე დე იურე სომხეთმა და კონსტიტუციიდან იღებს ამას და ჩვენ რატო უნდა ვიყოთ ესე? ჩვენ არ უნდა აღვიდგინოთ, არ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი, ძვირფასო მეგობრებო. ეხლა გორში რომ მოვდიოდი,
მარჯვენა მხარეს გავიხედე, აი დევნილების დასახლება რო არის. არ უნდა დავაბრუნოთ ჩვენ დევნილები? რა თქმა უნდა. ხონა გადაწყდეს ეს პროცესი, არა? როდემდე მომავალ თაობას გადავცეთ? თუ იმის მომავალ თაობას გადავცეთ? ჩვენვე უნდა მოვაგვაროთ. არა, აქ რა არის, ცით ამათ რა გონიათ, იცი, სიმღერას რო დაწერენ, იმაზე აფხაზეთზე, კლიპს რო ვასიზამენ. ისულელური კლიპი რო გადაიღო. წავიდეთ ის რომ არის სააკაშვილი რო წავიდეთ აფხაზეთში და იქ ისინი მომღერლები მანქანაში, იმაში შდებიან, თვითრინავში შდებიან, გემზე შდებიან და მე აი ესე გონიათ რომ დაბრუნდება ეს. შარლის ჩახტით. ხო. და ესე თურმე ჩვენ ამ კლიპების სიმღერები და დუდუკ გარბონებით აიმითი იმას ვიზამ შევალთ. ასე იოლია დაბრუნება დაკარგა. ეს იდიოტები და აჩვენებენ კიდე იმას რომ რაღაცა აი როგორ ბრძოლობდით და როგორ რაღაცა და იცი რა თავარი არის ტაბლო შედეგი. ფინეთს ქონდა გარკვეული წარმატებები რუსეთთან, როდესაც იყო რუსეთ-ფინეთის ომი. და ამას ხშირად გვახსენებთ. და ბოლოს როგორ დამთავრდა? ხო დაკარგა ტერიტორია. მაინც დაკარგა. ფინეთი არ დამარცხს და ჩვენ გვეუმარა მაგალითად მოიყვანენ ხოლმე ამ აი ფინელი ხალხი და რა მე ფინეთმა მოიგო ომი 1/3 ტერიტორიების დაკარგა 1/3 დაკარგა და ეხა უკრაინამ დაკარგა ეხა უკრაინასაც შეიყვანენ აი ხედავთ გმირი უკრაინა თავარი არის ტერიტორიები შენი ტერიტორიები სად იქნება თავარი არის ეს და ესენი კიდე ერთხელ ვიმეორებ იგივე ცდილობენ პათოსით, იგივე რიტორიკით კლავაც არიშლიან, ეხლა იმაზე ლაპარაკობენ, აი ტრამპი რო წავა, მერე მოვა სხვა და მერე განახლდება ისო ტრამპი ეხლა ელოდეთ ტრამპი, სხვათა შორის მინდა გითხრათ რა. ტრამპა უკვე შეიტანა კი არა, ამზადებენ კანონ პროექტს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეეძლება მე-13 კენჭის ხრა. აი ამაზე რა სიტყვით? კონგრესი თუ დათანხმდა და ეს კანონი თუ გავიდა მე-13 რო იყაროს ტრამპა კენჭი მერე სად მიდიხართ რა არ არის პრეცედენტი შეერთებული შტატების ისტორიაში მე-4 რო იყარა კენჭი ფრანკლინ რუზველტმა და ის საბედისწერო დღე რო არ ყოფილიყო და რო არ გარდაცვლილიყო თუ რო არ მოეკლათ ეგ კიდე საკითხავია შეიძლება მე-4 ბოლომდე ჩაემთავრებინა ფრანკლინ რუზველტს ის პრეზიდენტობა და სხვათა შორის ფრანკლინ რუზველტი რო პრეზიდენტი ყოფილიყო ხიროსიმასა და ნაგასაკში არაფერ ხდებოდა ის ატომური იარაღი, ატომური ბომბი. რომ არ მოსულიყო უვიცი ყოველად პოლიტიკაში გაურკვეველი მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი ტრუმენი. ისე რომ ნუ გაქვთ თქვენ ახლა იმის იმედი ტრამპი წავა და მოვა და პუტინი აღარ იქნება და სხვა მოვა და ვინც არ უნდა მოვიდეს რუსეთის სათავეში. რუსეთის სათავეში მოსულ პიროვნებას ყოველთვის ექნება იმპერიალისტური ზრახვები, იმიტომ რომ რუსეთი არის იმპერია. ისევე როგორც შეერთებული შტატებია იმპერია, აგერ გრენლანდიაში ჩაატარეს ახლა არჩევნები, ახალი არჩევნების შედეგად ახალმა პრემიერ-მინისტრმა გადაცხადა, რომ ჩვენ არ გვინდა ეს ფარატინა ფურცელი არის უკვე ეს ნატოში ყოფილაც და ეს ტერიტორიული მთლიანობის რაღაცა ცნებები. შეიძლება დაიშალოს. არა, უყურეთ, ეხლა ნატოს წევრი ქვეყანა ხო არის ეს დანია, ხო? ხო, დანია ნატოს წევრია. ეხლა ამერიკა ამბობს, რომ მე მინდა მივიერთო დანიის ტერიტორია. დანიის ტერიტორია. ეს არის საუბარი გრენლანდიაზე. გრენლანდია, დიახ. ესე იგი გამოვიდა ის რუტე, ის ნატოს გენერალური დივანი და მე მაგ საქმეში ნუ გამრევთო. ხო, ნუ გამრევთ კაია. ესე იგი, თავშიც ხო აიხალეთ, მე არაფერი არ მკითხოთ. ესე იგი, გამოდის რომ ამერიკამ რომ მიერთოს ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიები, იქ პრინციპი ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის აღარ მოქმედებს. მე მინდა შეგახსენოთ თურქეთმა რო ჩამოაგდო რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი და როცა დაიზაბა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა გახსოვთ მე მოგვარდა ნატომ განაცხადა რუსეთ-თურქეთის ომის შემთხვევაში ჩვენ არ ჩავერევითო ესეც თქვენი მეხუთე პუნქტი ესეც თქვენი მეხუთე პუნქტი არა
ესენი მაგარი არიან რა. ესე იგი ყველაფერზე ხელებს იფანენ, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, ჩვენ ნუ გაგვრევთ. ხო და არ ვიცი, აი ეს არის მათი მოკვე და ამათი იმედი შეიძლება კონდეს ხალხო, აი და ამათი აი ისთვის ნატოში უნდა შევიდეთ, ირაკლი წერეთელი მოიძახდა კიდე ერთი აი ეს ნატოში. პირველი ირაკლი წერეთელმა თქვა 9 აპრილის შეიძლება ეს გამოთაყვანებული ბაიდენი, რომელიც კაცო არ ვიცი, ეს სულელი კაცი, მართლა სულელი კაცი. ტრამპმა უწოდა სულელი პრეზიდენტი ყავდა. ხელმოწერებიც კი მისი უკვე ეჭქვეშ გედება, მეგობრებო. მე გქონდა და მისი მექანიკური ხელმოწერით დამტკიცებული ყველა დოკუმენტის იურიდიული ძალა ეჭქვეშ დგება. ტრამპის ადმინისტრაციაში აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჯო ბაიდენი ინფორმირებულიც კი არ იყო იმ დოკუმენტების შესახებ, რომელთაც მის ნაცვლად მექანიკურად აწერდნენ ხელს. თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ ამ უკანონო ქმედების უკან მდგომი პირების სისხლის სამართლის პასუხისგების საკითხიც დადგეს. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტი ბაიდენი კოგნიტურად დაქვეითებული იყო. პრეზიდენტ ტრამპს კი აინტერესებს აცნობიერებდა თუ არა საერთოდ ბაიდენი რას აწერდა ხელს, როდესაც შეწყალებები დაამტკიცა. გამოიყენებოდა თუ არა მისი იურიდიული ძალის მქონე ხელმოწერა პრეზიდენტის ნებართვის გარეშე. ეს კითხვები მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს, არამედ წინა ადმინისტრაციის ჩინოსნებსაც. თუ კი თეთრი სახლის პერსონალი ამერიკის პრეზიდენტის ნებართვის გარეშე აწერდა ხელს დოკუმენტებს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულზე მიანიშნებს. სიახლეებს გაგაცნო. იცით რა შეასაქმე? აი ეს უკვე არის ნათელი დასტური იმისი, რომ აი როგორ მდგომარეობაში ამერიკა, ესე იგი უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ მე ვფიქრობ, ეხლა საბჭოთა კავშირს ყავდა ჩერნენკო, ყავდა ანდროპოვი, ყავდა ისეთი ლიდერები, რომლებიც თლათ ადეკვატურები არ იყვნენ, მაგრამ ესეთ რაღაცებს ისინი არ აკეთებდნენ, კაცო. რო გამოდიოდნენ, იცოდნენ, რომ ლაპარაკობდნენ და რაღაც ახლა ბრეჟნევის ბოლო პერიოდში ასეთი არაადეკვატური არც ერთი არ ყოფილა, არც ერთი საბჭოთა ლიდერი, გესმით და ამათმა გაასწრეს ყველას რა, გაასწრეს შეიძლება კაცო ტრანსგენდერი ვირთხების გამოყვანაზე რო ფულს ხარჯავდნენ, კაცო. რომ ვირთხები გამოიყვანა ტრანსგენდერებად და წინ დაცვეთაზე აფინანსებდნენ იქ და რაღაცა აფრიკაში სადღაც ხო და იქ კიდე რაღაცა LGBT ოპერისთვის ფული ხარჯებოდა ამაზე მეტი ჩამოშლა რაღა გინდა მე ვერ ხვდები და სოციალურ დახმარებებს რო გასცემდნენ 200 წლის და 300 წლის ადამიანებზე ო აბა ეხო საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა ტარისულები იქიდან გადმოვიდა ტარისულები იქიდან არის მოტანილი დიახ ანუ გახცნის პირობ მდგომარეობაშია დასავლეთი საშინელ ეხლა ახალი სკანდალი აგორდა ევროკავშირში ევროჩინოვნიკებზე ახალი აი ყატარგეიტი ხო ჯერ კიდე დასრულებული არ არის ბოლომდე ისევ ძიებაშია ახალი სკანდალია აგორდა და ევროპარლამენტარებს რამოდენიმეს ელოდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. თლად გაირყვნა, თლად გაიხსნა ევროჩინოვნიკები. და ევროპა ეს ულამაზესი უმშვენიერესი კონტინენტი, ნახეთ ვის ხელშია. მაკრონი რო პრეზიდენტი ეყოლება ისეთ დიდ ერს, როგორიც არის ფრანგი ერი. ნახეთ რა თქვა, ჯარი უნდა გავაგზავნო გრენლანდიის დასაცავად. მერე თქვა რომ ჯარი უნდა ჩავაყენო უკრაინაშიო. რო იმუქრები მაკრონ ჯარი იქ უნდა გავაგზავნო, ჯარი აქ უნდა გავაგზავნო. შენი მისი ტერიტორიებისთვის ვერ მოგივლი აფრიკაში რა მდგომარეობაშია და შენი კოლონიები და შენი ტერიტორიები რა დღე ალჟირში რა მდგომარეობა არის, მართალია დამოუკიდებელია, მაგრამ იქაც ანტიფრანგული მოძრაობები მიდის და თვითონ საფრანგეთში მიდის შენი საწინააღმდეგო ყვითელი ჟილეტები, აბა რა იყო? სასტიკად რო დაარბიე და ძაღლებს რო აჭმევინებდი მომიტინგებს, ძაღლებს და გამოდიხარ და ამბობ რომ თურმე მშვიდობიანი მომიტინგეები დაურბევია საქართველოს ხელისუფლებას. სად იყო მშვიდობიანი მომიტინგე? იქნება მითხრათ. კადრები მაინც არ გინახავს. ერთი რამეა, უყურეთ, ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ სოფლიოში დაკარგა პრინციპებმა, საყოველთაოდ აღიარებულმა პრინციპებმა დაკარგა ყოველგვარი უკვე აზრი, ანუ ის რომ ტერიტორიული მთლიანობა, ის რომ რაღაცის წევრი ხარ, ატოსი თუ ევროკავშირის თუ რა ბლოკი, ეს არაფერი თავარი არის ძალა აღმართ ხმავს. ხარ ძლიერი, რასაც გინდა გააკეთებ. ეხლა ვიღაცეები რომ ტრამპისტები გახდნენ და ვითომ ეხლა რომ ეს ტრამპი, რა ქვია ის არის, რა ქვია ღმერთის და ქრისტეს ერთგული და რაღაცა, არ ვიცი, ეხლა მე
იმაზე რაც ხდება სირიაში ბავშვებს რო ხოცავენ, ამაზე წესი ქრისტიანმა კაცმა ხმა უნდა ამოიღო და ამაზე რაღაც პროტესტი უნდა ქონდეს, მაგრამ ამერიკას ხმა არ ამოუღია ამაზე პირიქით. მერე კიდე, როდესაც შენ ამერიკის ხელისუფალი აცხადებ, რომ მე აი დავჩაგრავ იმ ქვეყანას, რომელიც ჩემზე სუსტია, იმიტომ რომ მე სჭირდება. მე ხვალდაზექ თურქეთი რა სიტყვის? მეც სჭირდება ვიღაცა. მე ვიღაცა იტყვის. ფაქტობრივად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საფუძველი ჩაუყარა ტერიტორიების ძალით მიერთების პრინციპს. და როდის ეს კოსოვო რო აღიარა მაშინ? ამ დროს ჩვენთან რა ხდება? ჩვენ რა ვშვებით? საქართველოს მეზობლებს რო გადავხედოთ, ეხლა ჩვენთან მეზობლებს ყველაზე სუსტი შეერაღებული ძალები საქართველოს აქვს. კი, რა თქმა უნდა. იმათ აქვთ, ესე იგი, ლამის ბირთვული შეერაღება, ყველაფერი, დრონები, ტანკები, თვითმფრინავები, ჩვენ გვაქვს ხაჭაპური და ხინკალი. ჩვენ გვინდა რომ ხაჭაპური და ხინკალით გავაჩეროთ ტერი. სხვა რითი უნდა დაიტრაბახოს ქართველმა კაცმა მითხარი. გავაჩერეთ. კულინარიით ცეკვა თამაშით რა გვაქვს ჩვენ, მე მაინტერესებს, იმ ხუთი თვითმფრინავით გავაჩერებთ იმას მტერს. და როდესაც შენ არა გაქვს საშუალება რომ თავი დაიცვა, მაშინ უნდა მონახო ის ქვეყანა, ვინც შენ ამას ვინც შენ დაგიცავს და უსაფრთხოების ქოლგას მოახდეს შენს თავზე. აი დავინახეთ ახლა ბელორუსი გახადა ძლიერი რუსეთმა თავისი აი ამ პოლიტიკით ბირთვული შეერაღებაც გადასცა, ბირთვული ქვეყანა უკვე ბელორუსი და ასევე ის რომ ეკონომიკურად რომ არის წინსვლა, ეს არის რუსული ბაზარი. ძლიერი ეკონომიკა. და ჩვენ არ უნდა გადავდგათ კაცო ამ ნაბიჯი რუსეთისაკენ. ვინ არის ჩვენი დამცავი? აი ხვალ რომ შემოგრიხინდეს აქ თურქები, ან კიდევ სხვა ისეთი ჩვენი მეზობელი ქვეყნები, რომლებიც ვინ გააჩერებს მაინტერესებს? ხაჭაპური და ხინკალით გააჩერებთ თქვენ? აბა რა გაქვთ ჩვენ საქართველოს რა გააჩნია მე გეკითხებით ისეთი რა ვიცი მე რომ აი წინაღუდგეთ ჩვენ მტერს. და ხო ვიცით რომ გააკეთებენ ამას ჩვენი მტრები. ისტორია არ იცვლება ყოველთვის ვის ყავდა მტერი, ის იქნება ყოველთვის შენი მტერი. უბრალოდ ამათ გონიათ რომ არა კაცო ეხლა როგორ ამ საუკუნეში როგორ და აგერ ჭრელად კაცმა თქვა უნდა წავიღო კაცო ისაო რა ქვია კანადაო. კანადა რომელიც გაცილებით ძლიერი ქვეყანაა, მე თუ მკითხავ ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. მეორე ქვეყანაა ტერიტორიით. და იძახის კაცი უნდა წავიღო, აი ესე ჭირდება და უნდა წავიღო, გრენლანდია უნდა წავიღო. და ამით ეუნება სხვასაც რომ და პანამა ხო თქვენც თუ გინდათ წაიღეთო, იმიტომ რომ ეხლა მაგალითად აი რომ აი იგივე გააკეთოს თურქეთმა. რატო როგორ უნდა გაუბედოს თუ ეტყვის ამერიკა რომ აი ნუაკეთებ ამას, იტყვის აბა შენ რომ მიგაკ შენ რომ მიგაკ ტერიტორიები მე რატო მიგძალავ ამას? რა თქმა უნდა მაშინ ჩემთვისაც იტყვის ისა რომ ჩემი ეროვნული უსაფრთხოებისათვის საჭიროა რომ აი ეს ტერიტორიები წავიღო, როგორ შეიძლება? შენ გაქვს უფლება და მე არა მაქვს უფლება? ამიტომ ჩვენ უნდა აი მაგიტო დღე და ღამე ამაზე ვლაპარაკობთ რუსულ-ქართულ ურთიერთობების თემატიკაში, როდესაც ვარ ჩართულები, რომ თუ ჩვენ ამას არ გადავდგამთ, ხო, გავიზიარებთ ქურთების ბედს, უტერიტორიო ქურთების, რომლებსაც არ აქვს სამშობლო, ფაქტობრივად კი მიმოფანტულები არიან, რაღაც აკონტროლებს, მაგრამ ქვეყანა არ გააჩნია. 40 მილიონზე მეტნი არიან თელ სოფლიოში. ჩვენ რა ვარ. თურქეთში, სირიაში და ირანში. თლიანად 40 მილიონზე მეტნი არიან ქურთები და სახელმწიფო არა აქვთ. და საერთოდ ჩვენ ღმერთმა მოგცა სახელმწიფო, დიდი ბედნიერებაა რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო. იმიტომ რომ 5000-ზე მეტი ერი არსებობს ქვეყანაზე და სახელმწიფო არის მარტო 200. ანუ 1%-იც კი არ არის ვისაც სახელმწიფოებრიობა აქვს. და ჩვენ ეს სახელმწიფოებრიობა მოვიპოვეთ, მადლობა ღმერთს, მაგრამ ამას შენარჩუნება უნდა. და შენარჩუნება რითი? აი წეღარითიც ვილაპარაკეთ. იმითი რომ შარვალი ჩაიხადეს იმ გირჩი მეტი თავისუფლება თუ ვინც არის. იმ ჩახტილი შარვლებით გვინდა? თუ ნარკომანებს მივანდოთ და LGBT თემს მივანდოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. არა, აქ იცით რა არის, უკვე დავიღალე, უკვე აი ამაზე ლაპარაკ. იცით რა, აი ეს თემა, საქართველოს-რუსეთის თემა, არ არის მომგებიანი, იმიტომ რომ მოიწამლა ხალხი, მოიწამლა თაობა. ჩვენ ხო ხედავთ აი რა ხდება ბელგრადში. ბელგრადი, რომელიც იყო რუსეთის მოკავშირე, რომელიც მართლმადიდებლობის მიმართ იჩენს როგორ ძლიერ დამოკიდებულებას, ვიცი? ფაქტობრივად სერბების დიდი ნაწილი გამოდის და ეს არის შედეგი იმისა, რომ მოწამლეს სერბეთშიც თაობა. დღეს ეხლა
ნურავის ნუ ეგონება რომ ის ცეცხლი რომელიც ჩაქრა ხვალ შეიძლება არ აგიზგიზდეს საქართველოში იქ საპროტესტო აქციებზე მაქვს საუბარი ხო რა თქმა უნდა დაფინანსება თუ იქნება ისევ აგიზგიზდეს და თან ისიც არის რომ ულიდერო აი როგორც ახლა მაგალითად ცხვრებს ჭირდება ფარას ლიდერი თორე გადაიჩეხებიან კლდიდან ისევე ჭირდება რაღაც მოძრაობას ლიდერი ამათ აღარ აყავთ ლიდერი ამათი ლიდერი არის დომენიკ მანგო, ამათი ლიდერი არის მაგალითად ის მიშა მშვილდაძე, ამათი ლიდერი არის ის სამარცხვინო კომედი შოუს მსახიობები, რომლებიც განან და ყვირიან იქა და რა თქმა უნდა ეს არ იქნება მომტანი წარმატების, ხო, ყველამ კარგად ვიცით და რა თქმა უნდა. როდესაც ეხა ლიდერი არ ყავს და როდესაც შენ იქ გარკვეულწილად არ სარგებლობ რაღაცა იმ ხარდაჭერით თან დასავლეთიდან ეს რა თქმა უნდა განწირულია, მაგრამ ხო შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია და ჩვენ უნდა მზად ვიყოთ ამისათვის, რომ აი სერბეთს რაც დაემართა, რომ აგერ მილიონობით კაცი გამოდის ქუჩაში, ჩვენც არ დაგვემართოს. ამიტომ ლაპარაკობ იგივე განათლების რეფორმაზე, რომ ბიჭო, ეს ახალგაზრდები გაიზრდებიან კიდე ხვალინდელი დღე არის, ხო, ესენი მოვლენ ხელისუფლებაში მერე, ხო? ჩვენ ხო არ ვიქნებით რეალურად მე ხელისუფლებაში არა ვარ, მაგრამ ყოველთვის ხო არ იქნები გამოკერებული ცაზე არა, ვიღაცას ხო უნდა დაუთმო ასპარეზი. რა თქმა უნდა, თაობათა ცვლა მოხდება. თაობათა და ვინ რა თაობა მოდის, მე ხო ხედავ ჩვენ არა? თაობა, რომელსაც არ უნდა გაგონება რუსეთ იგივე იმ სამთავრობო ვითომ ხარდამჭერებშიც კი არ უნდათ გაგონება რუსეთთან ურთიერთობის, ხო? ეხლა ამერიკის გაგონებაც აღარ უნდათ. ტრამპი არისო პუტინის აგენტიო და ვერ გავიგე დიდო რევოლუციონერებო, ესეთი მაგარია პუტინი, რომ აქ რუსული მთავრობა, იქ რუსული მთავრობა, იქ რუსული მთავრობაა და თურმე შეერთებული შტატების პრეზიდენტიც რუსეთის ხელდასმულია. ნუ რა ყოფილა პუტინი ესეთი მაგარი გამაგებინეთ რა. ეხლა უკვე ამერიკის ლანძღვაგინება დაიწყეთ. ეხლა გაცოფდით ამერიკის ელჩი რომ საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. და ეს ნიშნავსო ლეგიტიმაციასო. რა არიცოდით აქამდე რომ ლეგიტიმური მთავრობა ყავს? და აი იმ პარლამენტარებს თავში ტვინი რო კონდეს, ტვინი. 60 მანდატი მოიპოვეს. შეიძლება და 60 მანდატის გაფლანგვა? უნდა შესულიყვნენ და პარლამენტში უნდა ემუშავათ. თუნდაც აი წინა პარლამენტში რო წიოდნენ და კიოდნენ, თუნდაც იგივე გაემეორებინათ, მაგრამ პარლამენტში უნდა ემუშავათ, იმიტომ რომ საპარლამენტო მუშაობა და საპარლამენტო ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტია. რატო დაიწყო? ინგლისში დაიწყო ეს საპარლამენტო ბრძოლა სუპირველად, იმიტომ რომ მერე ინგლისელმა მუშებმა ქუჩის პროტესტს არჩიეს, რომ მოდი ინგლისის პარლამენტში ავირჩიოთ ჩვენი წარმომადგენლობა და პარლამენტში დავიწყოთ ბრძოლა და მაშინ დაიწყო საპარლამენტო ფრაქციები და ბრძოლები და საპარლამენტო ჭიდილი. და ეხლა დღეს საქართველოში რა გამოვიდა? ერთპარტიული პარლამენტი ყავს. ვისი ბრალია? ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის, რომელიც აცხადებს, რომ ქუჩის მიტინგებშიო ჩვენო არ ვერევითო. ესო სტიქიური სახალხო პროტესტი არის. აი სტიქიურმა სახალხო პროტესტმა სადამდე მიგიყვანათ. ჩაიშალა და ჩაიფუშა ყველაფერი. იმიტომ რომ პასუხისმგებლობის აღება არ გინდათ. ლიდერად აღიარეთ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უკანასკნელი ბილწი სიტყვებით მოიხსენიებდით. ის აღიარეთ ლიდერად. და მერე გუბას სანიკიძე გამობძანდა და თქვა, რომ თამარ მეფე ნომერი 2-იო, მეორე თამარ მეფე არისო სალომე ზურაბიშვილიო. დღეს გამოვიდა და აგინებს სალომე ზურაბიშვილს, ისევე როგორც თითოეული თქვენთაგანი აგინებთ. თქვენ აცნობიერებთ რა გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, თქვენ მისი იმედი გქონდათ 15 წუთში ვადა რო გაუვიდა, 15 წუთში დატოვა საპრეზიდენტო სასახლე. ასე გინდათ რევოლუციის მოწყობა? ბატონო, ეხლა ჩვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო რამდენიმე წუთით გავართ სარეკლამო ჭრაზე, არ გადართოთ დარჩი ტელეკომპანია სეზონზე, ძალიან მალე დაგიბრუნდებით.
ვაგრძელებთ მაუწყებლობას ზვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით და ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი სოსო შატბერაშვილი მემორცხენე ალიანსის ლიდერი ჩვენ საუბრობდით რომ იმ აუცილებლობაზე რომელიც გამოიხატება რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენაში იმ კუთხით რომ ჩვენ შორის უკვე დიპლომატიური ურთიერთობები და პირისპირ დიალოგი აუცილებლად უნდა იყოს და ჩვენ უნდა დავიწყოთ სვლა იმ კავშირებისაკენ, რომელშიც არის რუსეთი, 3+3 ფორმატი, ევრაზიული კავშირი და აი აქეთ კი უნდა გადაიდგას ნაბიჯები. და ეს დაგვაახლოვებს ჩვენ ცხინვალს და სოხუმს, თორე ჩვენ ვივლით კლავაც ესე ჟენევაში, ცარიელი იმითი პაპკით, წავალთ, ცარიელი პაპკით ჩამოვალთ. არაფერი არ იქნება შემატებული რაღაცას, აი იმ დიპლომატიურ რაღაც გარკვეულ მისწრაფებებს, ჩვენ ვხედავთ რომ უკვე დავიღალეთ ყველანი იმ ინფორმაციებით, რომ ქართული დელეგაცია შეხვდა ჟენევაში რუსეთის წარმომადგენლობას, საქართველოს დაგმო რუსეთის მოქმედებები და რუსეთმა კი ამაზე ბოდიში და ფეხებზე დაიკიდა ყველაფერი. აი ეს როდემდე უნდა ვისმინო და ეხლაც აი ერთი რამდენიმე დღის წინ აი ესეთივე შეხვედრა შედგა ჟენევაში ქართული დელეგაციის წარმომადგენლების მეშვეობით. ცხრილის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრის საერთაშორისო ვალდებულების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ამ საკითხებზე გააკეთა ძირითადი აქცენტი ქართულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-მე რაუნდზე. დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე, უკანონო მილიტარიზაციაზე და ამ კონტექსტში ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობის, ასევე სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებზე. ქართულმა მხარემ დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაც. საქართველოს დელეგაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორი პრინციპული თემა, ეს არის დევნილთა დაბრუნება და უსაფრთხოების გარემოს შეცვლა, რუსების შეიარაღებული ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა კონფლიქტის მოყვარების ფაზაში. ჩვენ გვაქვს ახალი განვითარება როგორც უსაფრთხოების, ისევე ჰუმანიტარულ თემებში. პირველ რიგში ეს არის სოხუმის აეროპორტის ამოქმედება, რომელიც არის ზოგადად უსაფრთხოების გარემოს გაუარესების ნაწილი და
ასე ვთქვათ, აფხაზეთის შემდგომი მილიტარიზაციის და ოკუპაციის გაგრძელების, პოლიტიკის გაგრძელების ნაწილი. ეს საკითხები იყო ფართომჟელობის საკითხი. სამწუხაროდ ჩვენ კვლავ ხედავთ დესტრუქციულ მიდგომას მეორე მხრიდან. როგორც მოსალოდნელი იყო რუსეთის დელეგაციამ დროზე ადრე დატოვა სხდომათა დარბაზი, როდესაც საქმე შეეხო ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხს. თუმცა ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც აქამდეც გითხარით, ეს არის ჰუმანიტარული მიმართულებები, უკანონო დაჭერები, უსაფრთხოდ გადაადგილების საკითხები და ასევე რაც მნიშვნელოვანია სოხუმის აეროპორტის გახსნის მიუღებლობა. არ ვიცი სოხუმი რატო გაიხსნა აეროპორტიო, ეს რატო არის კირგიზის მიმოსვლა? აბა ჩვენ არაფერში არ ველაპარაკებით ამ რუსებს პირისპირ, მარტო რაღაცა და თან კიდე უნდა შევცვალოთ უკვე რიტორიკა, ესეთი მე ესე მინდა, ესე გააკეთე, ესეთი ლაპარაკი რო არ ჭრის რუსეთთან და ცოტა სხვაგვარად უნდა ვილაპარაკოთ, ესეც მე მგონი ცხადზე ცხადი არის. აგერ უკრაინა ეგუება იმას და ხელს აწერს უკვე რუსეთთან მალე იმას რომ აღიარებს იმ ტერიტორიების დაკარგვას და ჩვენც მალე იმ დონეზე რო არ მივიდეთ რომ ეგ ვაღიაროთ უნდა დავიწყოთ დიალოგი ბოლო-ბოლო რუსეთს უნდა უთხრათ აი რომ თქვენ აფხაზეთი და ცხინვალთან დაკავშირებით ჩვენსკენ გადმოდგათ ნაბიჯი რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამისათვის თქვენ რა გჭირდებათ ამისათვის ჩვენგან და არა ის რომ მე ასე მინდა და გაწევა პატარა ბავშვით და ატყაპუნებს ხელებს ვიღაცა რომ მიცით ეს არ მინდა ეს არ მინდა ოქროს თევზები მინდა ოქროს თევზები არ გამოდის ასეთი პოლიტიკით არაფერი არა გვაქვს ჩვენ არაფერი ბერკეტი რომ იქით რაღაცა ულტიმატუმები წაუყენოთ რუსეთს არ შეიძლება ესე ჩვენ უნდა დავაინტერესოთ რუსეთი და შევთავაზოთ იმით რაღაცა რომ მათ ჩვენ გარკვეულწილად ჩვენსკენ წამოვიდნენ და ამას ვერ მივახციეთ ამდენი ხანი ახლა წავლენ კიდე ხა ერთი მასში რა ქვია რამდენიმე თვეში კიდე ჟენევა ჩამოვლე წავლე აღარ თავდება ესა ჟენევამ უკვე დაკარგა თავისი აქტუალობა არაფერი ამ ჟენევის შეხვედრიდან არ გამოდის ღმერთმა ქნას რომ გამოვიდეს მაგრამ არ გამოდის ეხლა რაშია იცით საქმე უნდა გადაიდგას რევოლუციური ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ნახეთ რა ხდება ხო ხართ პროდასავლელები მე იმ ოპოზიციას მიმართავ ქუჩის აქციებს რომ მართავს ხო ხართ პროამერიკელები ხედავთ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ნაბიჯებს დგავს რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად გადასატვირთად შეერთებული შტატები თვითონ და ჩვენ რატო არ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები გამაგებინეთ ჩინეთი ცდილობს რომ რუსეთთან მოაგვაროს ურთიერთობა უზარმაზარი მეგა სახელმწიფოები ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ინდოეთი ირანი აგერ ჩრდილო კორეამ საერთოდ 10,000 მეომარი გადასცა რუსეთს კურსკის ოლქში საომრად და აგერ კიდეც მოაქციეს ალყაში უკრაინელები და ჩვენ პატარა საქართველოს პატარა ქვეყანა რატო არ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები ბატონო სოსო გეთახმებით და ამიტომაც არის რომ ჩვენ ამაზე ბრძოლობთ ამიტომ გვინდა რომ ეს გადაიდგას რომ თორე მე არ ვიცი ხა ბიზნესები ამათ აქვს და მაგენი ხეირობენ რუსეთთან ურთიერთობით და რუსეთში სიარულით ეგენი ხეირობენ თორე ჩვენ არც ბიზნესები გვაქვს და იმ ურთიერთობების ადგილი პირადად ჩვენ არაფერს სარგებელს არ ვღებულობთ ეს ქვეყანა არაფერი არც მე და არც თქვენ არანაირი სარგებელი აი თვითონ აქვს სარგებელი და თვითონ არ დგამენ ამ ნაბიჯს. ერთი ავტოკალამი არ მოუწია რუსეთს ჩვენთვის. ბატონო, ნამდვილად. ამიტომ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება იყოს გვიან. აი ეს ლოზუნგი ხვალ შეიძლება იყოს გვიან, რომ არ იმუშაოს. ამიტომ ჩვენ დღესვე უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა. ამით მე მინდა დაგემშვიდობოს ვიპოსტელემაყურებლებო, მემარცხენე ალიანსის ლიდერი ბატონი სოსო შადბერაშვილი იყო, ჩვენი გაცემის სტუმარი, მადლობა ბატონო სოსო. ახამდის გამემშვიდობის. მონაწილეობისათვის ჩვენ დაგემშვიდობებით ასევე ვიპოსტელემაყურებლებო და ხვალ შევხვდებით ტრადიციულად ერთმანეთს საღამოს 9 საათზე. კარგად ბრძანდებოდეთ.